ვიტამინების კაფსულები არაეფექტურია. კაფსულებში არაფერი არ არის. ხანდახან ხვდება ხოლმე მსგავსი ტიპის კომენტარები, რაც უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ გამაღიმებელია. იმიტომ რომ როცა ტარდება კვლევა და იტესტება ამა თუ იმ ვიტამინის ეფექტები, ადამიანებს აძლევენ ვიტამინებს კაფსულების ფორმით და თუ კი რაიმე ვიცით ვიტამინებზე, მინერალებზე და არა მხოლოდ, ვიცით ზუსტად კაფსულირებული ვიტამინების დატესტვით. როცა გაინტერესებს კონკრეტული ვიტამინის ეფექტები, შენ ვერ მისცემ ადამიანს საკვებს და ამაზე ვერ ჩაატარებ კვლევას. იმიტომ რომ თითოეული საკვები შეიცავს ათასობით ნივთიერებას და რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ვერასდროს გაიგებ, რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია ეს შედეგი. ამიტომ კაფსულები ეფექტური არ არის კი არა. თუ ძალიან ტექნიკურ დონეზე განვიხილავთ, გამოვა რომ კაფსულირებულ ვიტამინებზე უფრო მეტი მტკიცებულება და კვლევები გვაქვს, ვიდრე ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებულ ვიტამინებზე. რა თქმა უნდა, ეს სიტყვის მასალად, თორემ კაფსულებშიც და საკვებშიც ერთი და იგივე ვიტამინებია და შედეგებიც ერთი და იგივეა ცალსახად. უბრალოდ თუ ძალიან დავკონკრეტდებით, ასეა. თუ თქვენ რაიმე ვიტამინი დალიეთ და ეფექტი არ ქონდა, ეს უფრო იმის გამო, რომ არასწორად დაარჩიეთ. ან საერთოდ არ აგირჩევიათ და უბრალოდ რომელიღაც ცნობილი ბრენდი იყიდეთ. და ასეთი მიდგომით ხარისხიან პროდუქტს ვერ იყიდით ნამდვილად.